Სფერად რომ გითხრათ, ჩემი გადმოსახედიდან მე ვფიქრობდი, რომ ირაკლი კობახიძე ბევრი არჩევანი რა თქმა უნდა პოლიტიკურ მენიუში ივანიშვილს არ ქონდა, კობახიძე იყო ერთადერთი ალტერნატივა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მართველობის რაღაცა ტიპის სტილი შეიცვალა, რაღაცა თუ ადრე დივერსიფიცირებული იყო მისი ძალაუფლება რამდენიმე გავლენის ჯგუფში, დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადი საყრდენი მისი გახდა ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საქართველოს პარლამენტი, სამართავად ჩათვალეთ იქ ხა შალვა პაპუაშვილს რაღაცა გავლენა არ აქვს, იმიტომ რომ მისი გავლენის ქვეშ უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეხლა უკვე პარტია ფორმალურადაც აქამდე ასე იყო, ეხლა რაც არ უნდა გვიმტკიცოს ღარიბაშვილმა, რომ წელიწად ნახევარი მართავდა ამ პარტიას და საარჩევნო შტაბის უფროსიც კი არ ყოფილა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ძალაუფლების რაღაცა კონსოლიდაცია მის გარშემო მოახდინა, მაგრამ ძალაუფლების მთავარი ბეჭედი, რა თქმა უნდა, ინახება ბიძინა ივანიშვილთან მორდორში და ის ამ ძალაუფლების მთავარ ბეჭედს არ გაუშვებს ხელიდან. მისი გავლენის რისთვის ჭირდება ეს? გეტყვით, მე ვფიქრობ ირაკლი კობახიძემ თავი ამ პერიოდის განმავლობაში გამოიჩინა ბიძინა ივანიშვილის კარზე იმით, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის იმის ლაპარაკი და ყველა იმ ქმედების განხორციელება უსიტყვოდ რომელსაც დაავალებს მას ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ფასი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მას უნდა გადაუხადოს და სიმართლე რო გითხრათ, ივანიშვილის გადმოსახედიდანაც ალბათ რაღაცა ტიპის პრობლემას უკვე არ წარმოადგენს ირაკლი კობახიძისთვის ძალაუფლების ჩაბარება, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე იმდენად ყავს უკვე დაზიანებული, მას მისი ელექტორალური ავტორიტეტული ძალა არ იზომება საერთოდ ოცნების ელექტორატში, პლუს ამას ის როგორც ფიგურა დაზიანებულია დასავლეთის სვალში და რაღაც სტრატეგიული პარტნიორები, დასავლელი მოკავშირეები ამ ქვეყნის ბუნებრივია მასთან ახლო ურთიერთობას არ გააბავენ და შეიძლება ეს რაღაცა დაზღვეული აქვს უკვე ივანიშვილს, ხიფაც არ წარმოადგენს მისთვის პერსონალურად. თუმცა ბატონ ბერდი, ეს ამით პირიქით ხო არ დაიმძიმა სიტუაცია, იმიტომ რომ ივანიშვილი აქამდე ახერხებდა ჩემი აზრით დასავლეთის ზედმეტად თავის თვალის დახუჭვის გამო, რომ ისეთი პერსონები ყოლოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თვით ღარიბაშვილიც კი, რომლებიც იგივე უცხოეთთან მიმართებაში მაინც ცდილობდა დიპლომატიური ენა შეენარჩუნებინა, აღარაფერს ვამბობ კვირიკაშვილზე და სხვებზე, ხო, რომლებიც ძალიან კარგ ვიტრინას წარმოადგენდნენ, ასე ვთქვათ, იმ რეალობისა, რომელიც ქვეყნის შიგნით იყო. იგივე ბატონი გახარია ამ შემთხვევაში თავისი შედარებით ავტორიტეტიცაც შიგნით და უცხოელებთან ურთიერთობის მდობით, გარკვეული მდობით და ასე შემდეგ. რის თქმა მინდა, რომ რა გამოდის, რომ კობახიძისთვის, ანუ კობახიძის იმ ადამიანის პრემიერ-მინისტრად არა მარტო შენარჩუნებით, არამედ პარტიის ოფიციალურად მისთვის ჩაბარები და ასე შემდეგ, ეს იმ ტიპის განაცხადია, რომ დასავლეთისგან ხელჩამოურთმეველი ადამიანი ნიშნავს, რომ ივანიშვილიც აღარ იტოვებს რაიმე სივრცეს, რომ თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით რაღაც დრო გაწელოს, რაღაც სტრატეგიული ბუნდოვანება შეინარჩუნოს და ასე შემდეგ. მე როგორ უყურებ, იცით გიორგი, მას ხო ბერკეტები კობახიძეზე შენარჩუნებული აქვს, ხო, ის ხო არ ჩააბარებს ძალაუფლებას ადამიანს, რომ მასზე რაღაცა ტიპის გავლენა არ კონდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ფიგურალურად ქვეყნის ფარგლებს შიგნითაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დასავლეთის ვალში. ამიტომ მას ზეგავლენის ბერკეტი ყოველთვის ექნება. ირაკლი კობახიძეს რო უთხრას ეხლა ირაკლი შენი დრო არ არის და წადის სახლში, რა თქმა უნდა, ამის ბერკეტი შეინარჩუნებს ყოველთვის. დღეს ახლა დასავლეთის პოლიტიკას ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალს, ერთი კონგრესმენის რეზოლუცია, როგორც ეძახდნენ ხოლმე, უკვე კონგრესში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გავიდა, მეორე პალატაშიც გადაინაცვლა ამ პროცესმა და საბოლოოდ კანონის სახესაც მიიღებს. რატო გჭირდებოდა ჩვენ მეგობარი აქტი? ამ აქტით ფაქტობრივად საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში მცირე მცდელობები მაინც არის რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ გლობალური გამოწვევებია მსოფლიოში და ამერიკის საგარეო პოლიტიკა საერთოდ სხვა ფოკუსებშია, ახლა სხვა ფოკუსებზეა ორიენტირებული. მეორე, ფაქტობრივად ხაზი გაესმევა ამ საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევით, რომ ფაქტობრივად იზოლირებულია და წითელი ხაზია გადასმული ოცნების სამ რეჟიმს და მესამე, მე ვფიქრობ ეს დამატებით
ინსტრუმენტებს მისცემს, მათ შორის ევროკავშირი და სხვა წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ეხა თანამშრომლულ რეჟიმში არიან ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ამის საპირწონედ ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ აი თქვენ თუ ამას გააკეთებთ, მე ამას გავაკეთებ, იზოლაციისკენ წავალ, ჩავიკეტები, ძალაუფლებას მოვაქცევ ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ, სადაც ბუნებრივია ნახრეტი არ უნდა გაჩნდეს იმისი, რომ განცდა გაჩნდეს რისკოს ეს რეჟიმი ირყევა და ასე შემდეგ. თუმცა თუ მას გამოუშვება პერსპექტივა, რომ დასავლეთთან მოუწიოს დალაგება ან კომპრომისებზე წასვლა, ირაკლი ყობახიძის განტევების ვაცად ქცევა არის ყველაზე მარტივი. ივანიშვილისთვის რაც უფრო ძალაუფლების ქარაფზე ატიხარ, მე იქიდან გადმოვარდა და მისი გადმოგდება ადამიანი ძალიან მარტივია, ხო? დღეს აღარ დარჩა ადამიანი ფაქტობრივად, რომელსაც შეიძლება დააბრალოს ივანიშვილმა მისი პოლიტიკის კრახი, ну საბოლოო ჯამში ხო მისი პოლიტიკა ეს ყველაფერი. ამიტომ ირაკლი ყობახიძის ადგილას თავდაჯერება არ მექნებოდა დარწმუნებული არის, მასაც კარგად ისმის, მაგრამ ყველაზე საშიში რა არის ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობთ, რომ დიახ, მძიმე დღეში არიან და მეგობარი აქტის ზეგავლენას, მათ შორის იზოლაციის პოლიტიკას საკუთარ თავზე გამოსციან, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც სპონსორები არიან ამ რეჟიმის, საშიში ხდება ეს ადამიანების ეს ჯგუფი, ხო? ეს ჯგუფი ხო იმ ნიშნით არის შერჩეული ძალაუფლებაში, რომ მათ არც მორალური ზღვარი არ აქვს. ჩემი შემდეგი კითხვა ზუსტად აი ამ სურათის პირიქით ამ მხრიდან დანახვას უკავშირდება და ჩვენი საუბრის ბოლოს ეს პერსპექტივაც მინდა თქვენი აზრით რომ დავინახოთ და შევამჩნიოთ რომ ერთია ივანიშვილს რა სურს და რა გამოცდილება აქვს და მეორეა თვითონ ეს ადამიანები რომლებსაც ასევე აქვთ გამოცდილება ივანიშვილის სხვებს როგორ ექცეოდა და ამავე დროს ფაქტობრივად გახდნენ ძალაუფლების რეალური ფლობელები ძალოვან სისტემაზე კონტროლის და ასე შემდეგ რომლის შესაძლებლობა სხვათა შორის გახარიასაც კი არ ქონდა ხო რომ ისინი რო არ გაყვნენ ამ თამაში მათ თავად რო აიყვანონ სისტემის მძევლად ივანიშვილი ანუ თუ ეს ყველაფერი გადააბარა ივანიშვილმა და მიცა ამის საშუალება იმათმაც ხო შეიძლება რაღაც ეტაპზე მით უმეტეს როცა ასეთი უტიფრები და უტუხები არიან რომ აქეთ ცადონ მე უკვე უკარნახონ ივანიშვილს ხო ძალაუფლების ბეჭდების ნაწილი გადააბარა ესე რომ ვთქვათ მაგრამ მთავარი ძალაუფლების ღერძი ხა ივანიშვილი ამ ადამიანებისთვის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ძალაუფლების იმ ბეჭედს რომელიც კრავს ამ ძალაუფლებას არასდროს არ გადასცემს და ყოველთვის იქნება ეს ბერკეტი. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდაცია მოხდა პარტიის, აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ბასტიონი ძალაუფლების, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება აბიძინა ივანიშვილს არასდროს არც ერთი ჯგუფის გავლენის ქვეშ არ მოუქცევია და არ მოაქცევს ეს არის დინარაძე თუ გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური თუ აღარ იქნება. ყობახიძე რო ეტყვის ხარებას რომ დაცხე ბერდიასო და ბიძინა რო ეტყვის რომ აღარ დაცხო, იმიტომ რომ უცხოელებს ესე არ უნდა რომელს დაუჯერებს ბიძინას თუ ყობახიძეს ბიძინას რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს მე აბსოლუტურად ანუ ეს სისტემა მაინც დაემორჩილება ივანიშვილს თავარი ბასტიონი არის სასამართლო ხელისუფლება რომელსაც ხელს არ უშვებს ივანიშვილი არც ახედებს ვინმეს ამ სისტემაში იმიტომ რომ ეს საყრდენია მაინც სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო რომელსაც მუხრუჭის ბერკეტები გააჩნია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და ამას არასდროს არ გაუშვებს ივანიშვილი ამიტომ მე მგონია რომ ძალაუფლების რაღაცა კონსოლიდაცია მის გარშემო გააკეთა, თუმცა ძალაუფლების ღერძი მაინც უჭირავს ივანიშვილს. კარგი და აი ბოლოს რო გითხრათ თქვენი პარტიის ხედვა მესმის რომ ყოველთვის ესეთი განსხვავებული პოზიცია გაქვთ ხოლმე რომელიც იმედია რომ პოზაში კი არ გადაიზრდება, არამედ პოზიციად შენარჩუნდება, უბრალოდ თავისი ხედვის ფარგლებში. აი მაგალითად 9 მაისი, მაგალითად მომავალი 26 მაისი და დემოკრატიული, პროევროპული საქართველოს გამოსვლები დავარქვათ ასე ვთქვათ. თქვენ რა მონაწილეობის რა წელზე ფიქრობთ საკუთარზეც, რომ ან თუ გაქვთ რაღაც შეკრების ადგილი, ან თუ მონაწილეობთ ორგანიზებულად, რომ შეიძლება ინფორმაციულადაც საინტერესო იყოს თქვენი მხარდამჭერები. შარშან ჩვენ ევროპის დღეზე პარლამენტთან შევიკრიბეთ და დავიძარით ევროპის მოედნისკენ და დაახლოებით იგივე სცენარი განიხილება ამ შემთხვევაშიც და ჩვენ ყველა დღესასწაულზე, რომელიც გამაერთიანებელი უნდა იყოს ამ ქვეყნის და აბსოლუტურად ყველა მოქალაქე იმის მიუხედავად რა პოლიტიკური აფილიაციისა უნდა იღებდეს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების ნაწილი ვიქნებით, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, ჩვენს დამოუკიდებლობას აქვს, ჩვენს თავისუფლებას აქვს, ამიტომ რა თქმა უნდა, როგორც 9 მაისს ვიქნებით ევროპის მოედანზე, ასევე ვიქნებით 26 მაისს რუსთაველის გამზირზე.